შორის ყოფნა არ ყოფნის. ვისაც უნდა ყველა დაარქვა თავისთავად ოპოზიციამ უფლებას იტოვებს და პირადად ეკაბესელია ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომ ვერ ვითანამშრომლებ იმ ადამიანებთან ერთად ვერ ვიყავალ ბრძოლაში იმ ადამიანებთან ერთად ვისი ერთგულების და ვისი პრინციპულობის იმედით არ ამაქვს. ამიტომ ამ ბრძოლაში რომელშიც არ შეიძლება უკან დახევა და უნდა ფიქრობდე ერთ რამეზე რომ შენი თავი, შენი ოჯახი უნდა ანაცვალო ქვეყანას თუ ამას არ აკეთებდა იმაზე ფიქრობ ხა მე ტორტის აი ამ დიდი გამომცხვარი მიდან ულუფიდან დიდი ნაჭერი გამჩება თუ პატარა ნაჭერი და ამისთვის ვიბრძოლებ ნებისმიერი ესეთი ბრძოლა ჩაფლავდება და თუ ვიტყვით იმას რომ ჩვენ ბრძოლაში მივდივართ ისე რომ უკან აღარ ვიხადებით როგორც ამას ჩვენი წინაპარი აკეთებდა ასეთ შემთხვევაში მიზანით მიღწეული იქნება როგორი თulit არ უნდა იყოს აკეთილი მადლობა ყოველ შემთხვევაში დღეს თქვენ ცადეთ გაგაზრდებინათ ესწერი და ისინი მივდივართ მეორეთვის და ყველანი თქვენ ახლა პირველები ვის კონკრეტულად აფიქსირებთ იმას რომ უნდა მოიჩხრიკოს ყველა სასწავლე ალბათ სწორია ეს ალბათ ლოგიკური და ალბათ მიდივართ აი ევროპული გზისკენ ერთი რამ იმადადობა ეს დაგიწყობთ და მიულობთ ახალ სახელმწიფოს ის რამდენი გახალხება აი ბოლოსეულობთ იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და აღწმებული ვარ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს ასე იყოს მე უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა ხელისუფლებას შეატყობს პირველად სოფლიო ისტორიაში თქმა და მე მართლაც მინდა აღნიშნო რომ ასეთ მოვლენას არ ქონია არასდროს საქმე. თქვენ გახსოვთ საფრანგეთის ოკუპაცია რომ მოხდა ჰიტლერის მიერ იყო ორი ლიდერი ხო საფრანგეთში იყო მარშალი პეტენი რომელმაც ასე ვთქვათ ჩააბარა ქვეყნის ნახევარი ჰიტლერის პირდაპირ და დანარჩენში დარჩა თვითონ და ასე ვთქვათ კოლაბორაციონისტულ მთავრობას ჩაუდგა სათავეში და დეგოლი რომელიც გაემიჯნა ამას და ვთქვათ უწოდებდა ფრანგებს ბრძოლისადმი. ძალიან ნიჭიერი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი ესე იგი იქცეოდა როგორც პეტენი და ლაპარაკობდა როგორც დეგოლი ამას ნამდვილად მოხერხება უნდა ესე იგი იყო აბსოლუტურად ხტალი და ყველაფრის ჩამბარებელი და თან რიტორიკა ჰქონდა ესე იგი ისეთი რომ ფუქსადა აღარაც ესე ხო BBC-ზე გამოდიოდა და ასე ну ძალიან საინტერესო ფანტასტიკური შედარება გაქვს ბატონობა მე მადლობა მიდაგით მე მიულოთ ბატონო დავით რა ჩვენს მოსახლეობას თითოეულ თქვენთაგან ვინც გვისმენთ ვინც არ გვისმენთ მე მინდა დამდეგიშობა ახალი წელი მოგილოცოთ მინდა გისურვოთ თელ ქვეყანას მინდა უსურვო პირველ რიგში გამძლიანება ტერიტორიების ჩვენი ტერიტორიების აღდგენა თითოეულ ოჯახში სიმშვიდე ყოფილიყოს თითოეულ ოჯახში ყოფილიყოს იმედი იმისა რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი უფლის წყალობით და დედაღვთისმშობლის ფარველობით მე მჯერა რომ ჩვენ 2009 წელს შევხვდებით უფრო ძლიერ საქართველოში გამძლიანებულ ქვეყანაში თავისუფალ ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლებით მე დიდი იმედი მაქვს ამისი და მინდა ამ იმედით ალბათ კი ბოლო ეთერია ჩემი ამ წელს და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენ თანამებრძოლს განსაკუთრებით იმ 20,000 ადამიანს რომელმაც მე პირადად ხმა მომცა ნაძალადელში და აი ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მათგანს და მე როგორც ერთ-ერთი წელი აბსოლუტურად მზად ვიყავი და რაც შემეძლო აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის ასე მზათავარ მე ხვალაც მსახურა ჩემ ქვეყანას. დიდი მადლობა. კარგად დამბეღებთ ბატონი კობა დავითაშვილი, ქალბატონი ეკაბესელია და გველოდეთ საინფორმაციო შემდგომ ჩვენი სტუმარი იქნება კობა სუბელიანი ისა აბადიეს სუბელიანი თუ მოვა მას არა ისა ვესადაგარო სულდა ხო და ისა მე როგორც დავიგე 30-ში აქ ძალიან ისეთი საინტერესო და ამბობენ სენსაციური გამოსვლა იქნება და ეს ის არის ყველაზე მეტი საფრთხე აი 2008 წლის შეხედა როგორ ვთქვა ეს იგია ყოველ შემთხვევაში ვინ დაგვახარდა რა გავიხარეთ ამ წელიწადს ისაუბრებს ბატონი კობა სოლდატური უკანასკნელად ვახარეთ დაგელოდე და ხო მე თავარია დაგიანოსებ ბარეში 215-ზე დაიწყება თუნდაც სხვანაირი ფორმატი იქნება ანონსად ნახავ და საინტერესო სტუმრები ისაუბრებენ თავიანთ შეფასებას აი 2008 წლის წელს დაგელოდე
parlaments ბატონებმა მინდა შემოხსოვდეს მომავალი ჩვენ სახალხო სამსახურიდან ბატონ სახალხო სამსახური არის არასწორული კაპიტალისტური მაგრამ ჩვენთან ახლა ჩვენს ეთერში ხართ. დიდი მადლობა ამისთვის და ბოლო გამოსვლა იქნება ამ წელიწადს თქვენთვის. მე როგორც გავიგე, დღესდღე პარლამენტში მზადდებოდა და პარლამენტის ესე ვთქვათ ადმინისტრაცია შეხვდით და როგორც შეცნობილია 30-ში ოფიციალური მოხსენებით გამოვდიხარ. მოდით შევაჯამოთ ეს წელი, სახალხო დამცველმა შეაჯამოს ეს წელი, რა იყო თქვენთვის, როგორი იყო მუშაობის პირობები და ანონსებას არ მოგიწყობს, მაგრამ მე მახსოვს თქვენი აპარატი მთლიანად როგორ იყო ჩართული აი ამ ტოლულების დაპურებაში და საავადმყოფოებში კარებით პირადად მე ვიყავი ამის მოსვლით ჩემი ოპერატორიანად ამის ოცდაზე როგორ ჩაიყვანეთ ერთ-ერთი ხეობიდან პატარა ბავშვიანი დედა საავადმყოფოში ძნელი იყო საშინელი წელი იყო როგორც თქვენთვის ასევე ყველასთვის და რა დაგამახსოვრდა ამ წელიწადზე რა არის თქვენთვის ეს წელი ამ წელიწადს ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ მიერ გაკეთებული საქმე და იმას ვიტყვით რომ 2009 წელს მის გეგმებზეც ვიპასუხებთ ორიოდე სიტყვის მაინც. ისმენთ დიდი მადლობა მოსწორისთვის მოგესალმებით და მიესალმებით მოსმაყურებლებს. პარლამენტს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა შეხვედრა და პროექტი შევთანხმდით რომ 30 დეკემბერს იქნება მოსმენა 30-ზე დილით ბიუჯეტის განხილვა იქნება და შემდეგ იქნება მეორე საკითხი სახალხო დამცველის მოხსენების მოსმენა და იმედი მაქვს რომ ეს მოსმენა იქნება საქმიანი და საქმეში გულისხმობ რომ პარლამენტი რეაგირებას მოახდენს იმ ფაქტებზე რომლებიც მოხსენებაშია და არ დაიწყებს უსაგნო კამათს სახალხო დამცველთან და არ მიიღებს უსაგნო დეკლარაციას თუ რეზოლუციას როგორც არის რომ მიიღოს ცნობა და არამედ იცის რომ ვის რა პასუხი უნდა მოეწყოს სწორედ ამაზე გამახვილდება ყურადღება იმიტომ რომ საქმელი მართლა ბევრია. ეხლა როცა წელს ვაფასებთ უფლებების თვალსაზრისით ცხადია გვერდსვერავულით ომს იმიტომ რომ ამ ომმა ბევრი რამე დააყენა გაცილებით სწავლეთ ვიდრე ამას ველოდით თქვა წლის დასაწყისში და ათეულათასობით ადამიანი რომელმაც დაკარგეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ზოგმა დროებით ზოგმა ალბათ ძალიან დიდი ხნით უამრავმა ადამიანმა განმეიღო რეზერვული სტრესი უამრავმა ადამიანმა დაკარგა ქონება უამრავი ადამიანი დღემდე თავის საცხოვრებელი ადგილის ძებნაშია და მომავალს უყურებს ძალიან ბუნდოვანად. ეხლა მე არ მინდა დევნილთა უფლებებზე მე ბევრი ვილაპარაკო დღეს, იმიტომ რომ ხვალ გვაქვს შეხვედრა სწორედ დევნილებთან და დევნილთა მინისტრი ბატონი კობასულიანის დაესწრება ამ შეხვედრას და წინასწარ არ მინდა თქვა ვილაპარაკო პრობლემებზე, იმიტომ რომ იქნებ რაღაც ზოგიერთი პრობლემა გადაწყვეტს. ეხლა მე მეორე მხარესაც კარგად მისმის, იმიტომ რომ ჩვენ მოგმართავენ როგორც დევნილები, რომლებსაც თქვა დღეს ასახლებენ საბავშვო დასახლებიდან, ისე მოგმართავენ მშობლები, მშობლები, ბავშვების დასახლების ადმინისტრაციები, რომ მათ უნდა სწავლის დაწყება და ხშირ შემთხვევაში პრობლემები იქნებათ იმის გამო, რომ დევნილები არიან იქ შესახლებული და მათ სხვა ბინა ვერ მოუნახეს. ანუ ორმაგი პრობლემებია და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ასეთ საკითხებზე ვმუშაობთ, ესეთ საკითხებზე გვაწუხებს. ერთი პრობლემა. სხვა მხრივ რა იყო წელი, ეს იყო წელი, როდესაც გრძელდებოდა ის ტენდენცია, რაც იყო ადამიანის უფლებების დარღვევაში. ანუ წელი, რომელსაც მე ამას თამამად ვამბობ, და კიდევ ერთხელ ნაცვლად დადასტურდა, რომ ჩვენი პრობლემები არა ის, რომ ვიღაცა არ გვაქვს უფლებებს, არამედ ის, რომ დარღვევა მიიღო სისტემური ხასიათი, დარღვევა მიიღო პოლიტიკის ხასიათი, და ეს მოდის პირდაპირ პირველი პირებიდან, პირდაპირ პირველი ეშელონებიდან. აი ამით გამოირჩევა დარღვევები, რომლებიც არის ახლა იმ დარღვევებისგან, რომლებიც იყო იგივე ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის პერიოდში. ზოგჯერ შეიძლება მაშინდელი დარღვევები ამაზე ნაკლები არ იყო, ან ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყო ის დარღვევები, მაგრამ ამ დარღვევებს არ ჰქონდა მიზანმიმართული პოლიტიკის ხასიათი. სისტემური შეიძლება ისიც იყო, მაგალითად, როცა ჩვეობით ვერ იღებდნენ ადამიანები პენსიას ან ხელფასს, სისტემურ პრობლემას გადაეზარდა, მაგრამ ეს მიზანი კი არ იყო ვინმესი. ეს იყო უბრალოდ უნიათობის ბრალი, რასაც მაშინდელი ადმინისტრაცია ავლენდა. მაშინ როცა თქვა დღეს უამრავი პრობლემა არის სწორედ მიზანმიმართული, როდესაც საქართველოს უფლების დარღვევაზე ვლაპარაკობთ, როდესაც სიტყვის თავისუფლების არარსებობაზე ვლაპარაკობთ, როდესაც